რას დავდივით, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემდა. ვაშა გადაცემა. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი მოგესალმებათ. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ Facebook-ზე, YouTube-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. აი, რა ჩვენი საქმე იყო? თითქოს არანაირი. საზღვარი მაგათთან არ გვაქვს. დუნაი ჩვენამდე არ მოდის. არც ერთი მათი სიტყვა არ გვესმის. ერთ სახელმწიფოში არ გვიცხოვრია არასოდეს. არ ყოფილვართ არასოდეს ერთმანეთთან ომში. მოკლედ, ისეთი ქვეყანაა, რომელთანაც ისტორიულად მინიმალური კავშირი ჰქონდა. ჩვენი საქმე ახლა იყო აღდგომას ჩაკაფულის კეთება, პასკების ცხობა, კვერცხების ღებვა, ღვინის ჩამოსხმა, დედლის ცივად მოხარშვა, კაი ხაჭაპურის მოზელვა, ეკლესიაში წასვლა, სანთლის დანთება, ეპისტოლეს გადაკითხვა, მესიჯების დაგზავნა ყველასთვის, ვინც საბავშვო ბაღიდან არ გახსენებია ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად აღსდგაო. უკბილო ღლიცინი ქალაქი დაიცალაო. საფლავების მოულა ადრე დილიდან, სანამ მოძრაობა გაიჭედება. მერე საფლავებზე ღვინის ჯვარდინად გადასხმა. მოკლედ, რაც გვიკეთებია და ვაკეთებთ. ჩვენ კი რა ვქენით? მთელი ეს აღდგომა უნგრეთის არჩევნების ბუღალტერიას მიუძღვინეთ. ვისხედით და სადღეგრძელოების ნაცვლად ერთმანეთს პროცენტებს უცვლით. ეს დაწინაურდა, ის ჩამორჩა, ამან აღიარა, იმან იზეიმა და რა გურჯიდა? აი, ეგაა სწორი კითხვა. გურჯიდა რეალობა, რომელშიც საკუთარი თავი შეიძლება ბევრ საქამდე არ აღმოუჩენია. ასე არ დაუნახავს, არ უფიქრია ამაზე. რომ გინდა თუ არა, ხვდები თუ არა, მოგწონს თუ არა, ხარ ევროპული სივრცის ნაწილი. პოლიტიკური სივრცის, საინფორმაციო სივრცის. ხო, შენი ნერვიულობა და შენი აზრი იქ უნგრეთში ბევრს ვერაფერ შეცვლიდა, მაგრამ მაინც ნერვიულობდი და აზრი მაინც ჰქონდა. უბრალოდ აზრი კი არა, თავდადებულად გულშემატკივრობდი ვიღაცას. საღოლ უნგრელები. მათაც მოახერხეს ქართველების გაყოფა. ოღონდ გაყოფაში საკვირველი უკვე აღარაფერი იყო. პროჭორილელები იქე და ჰომო საპიენსები აქეთ. თავარი განსხვავება საქართველოსთან ცხადია. ამორჩევლის რაოდენობა იყო. 78% როცა მიდის ხმის მისაცემად, იქ გაყალბება ასეთ ტიპებსაც კი უჭერთ. და რატომ მიდის 78%? იმიტომ რომ ოპოზიციამ 2 წლის განმავლობაში რკინის ქალამნები ამოიცვა და არ დატოვა არც სოფელი და არც ჩუკა, რომ არ ჩასულიყო და ადამიანებთან არ ელაპარაკა. უნგრეთს მაგალითი გვჭირდებოდა ახლა ჩვენ მაგისთვის. არა. ქართულ ოპოზიციასაც აქვს იგივე ნაკეთები 2003-სა და 2012-შიც. საკუთარი გამოცდილებითაც ვისწავლოთ. უნგრეთში ამუშავდა ყველა მექანიზმი, რითაც რუსეთი არჩევნებს სხვაგან აყალბებს, თუნდაც საქართველოში. მაგრამ იმ ქვეყანას უშველა, რომ ლამის 30 წლის წინ შეასწრო ნატოში და 22 წლის წინ ევროკავშირში. ამიტომ სახელმწიფოს ძალადობის დაბალანსების მექანიზმები აშენებული და შერჩენილი აქვს. სასამართლო შეუდარებლად თავისუფალია ვიდრე საქართველოში. მედია შეუდარებლად თავისუფალია ვიდრე საქართველოში. ოპოზიციაც აქამდე პარლამენტში იყო. პარტიები არავის აუგზავნოს, ძვლებში არავინ დაულეწავთ. რუსული კანონები მიიღეს, მაგრამ ვერ აღასრულეს. უნგრეთი მოჩანჩალით შვედურ და ფრანგულ დემოკრატიასთან ჩანდა, თორე ბორიას ჯამახირიამდე ჩამოსაქვეითებლად ორბანის ხელშიც კი კიდევ ბევრი წელი და დიდი მუშაობა დასჭირდებოდა. და პირველ რიგში დასჭირდებოდა ევროკავშირიდან გამოსვლა, რათა მერე სრულიად თავისუფლად ეკეთებინა რუსული ბოროტება. აი ზუსტად ეგაა ევროპული ფასეულობა და ზუსტად ამისთვის გვჭირდება ევროპა, რომ ყველა ორბანსა და ყველა ჩურბანს თავისი წერტილი დაესვას. კვირის შემდეგ მაწვალებს კითხვა და პასუხი ვერ გავეცი. ვის უფრო ეწყინებოდა ორბანის წაგება? A. ორბანს, B. პუტინს, G. ივანაშვილს. ტრამპი და მესე არ დამიწყოთ. შეერთებული შტატები იმხელა ქვეყანაა და იმდენად გავლენიანი, რომ ინგლისურ გამოთქმას თუ გადავაკეთებთ, რომელ კალათშიც უნდათ, იმაში გადაალაგებენ კვერცხებს. როცა უნდათ. ტრამპი მაგის დიდო სტატია საერთოდ. ვლადიმიროვიჩსა და გრიგორიჩის ამბავი კი უფრო ჭაკადაა, გაცილებით ჭაკადა და ძალიან ჭაკადა. ორბანი ამათი ტროას ცხენი იყო. არა სიტუაციური პარტნიორი როგორც ტრამპისთვის, არამედ იდეურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, დიპლომატიურ, ფინანსურ, ჯაშუშურ, საბოტაჟური მოკავშირე და საყრდენი. ამასთან ერთად ტურისტულ შოპინგურიც იმათვის, ვინც საქციების გამო მილანსა და ბერლინში ვეღარ დადის. აი ამიტომ არ ეძინა იმ ღამეს იმ კაცს. ფლოქვებით მიწას თხრიდნენ მისი ზებრები, ერთმანეთს ჭამდნენ მისი ზვიგენები, გალიას აწყდებოდნენ მისი თუთიყუშები და ხმებოდნენ გიგანტური სეკვოიები. სულ ერთი კვირით ადრე პროჭორილელები გაწევრიანდნენ ორბანის პოლიტიკურ ჯგუფში ევროსაბჭოში. იმას მაშინ ხმები აკლდებოდა და აი ეს ფალავნები რომ არ გამოჩენილიყვნენ ფრაქციას ვერ შეკრავდა. ფალავნების გვარებს რა მნიშვნელობა აქვს? ეგენი ხომ ჰაბიტუსს ნათესაობენ. იგივე ფალავნები ახლაც ჩავიდნენ ბუდაპეშტში დამკვირვებლებად. სპეციალურად დილიდან არაფერი ჭამეს.
ვიქტორაკი სრულობს, საღამოს მაგარი ბანკეტი გვეულდებო. მათიკაშვილის ხოთაშორის თამადის მოადგილეობისთვისაც კი ემზადებოდა, როგორც ამბობენ, მაგრამ ამ ყველაფერში კარგი მხოლოდ ის არის, რომ ჩვენმა სასიკადულო ლეგიტიმურებმა და სანქცირებულმა ნადეჟდამ ბუდაპეშტიდან ბოლო რეისით გამოასრეს. წყიბზე. ამის შემდეგ საჰაერო სივრცე ჩაიკეტა და აი ყველა კაცი, ვინც გაქცევა ვერ მოასწრო და ჩარჩა, ლიბერასტებმა გაათხოვეს და მერე ომში წაიყვანეს. საკუთარი სამსახურის ფანჯრებს ქვეშ 9 აპრილს, 9 აპრილის მემორიალთან, პოლიციის ბატალიონის დაცვის გარეშე რომ ვერ მიდიან, აი ამ ორგანიზმებმა თავიანთი ნერვული კვანძებით იფიქრეს, მოდი ახლა მთელი კონტინენტის ბედი გადავწყვიტოთ და დავეხმაროთ პუტინს ევროპული იდეის დამარცხებაშიო. დავიხე ნიშნებისა და ცრუწმენების კაცი თითქოს არ ვარ, მაგრამ ეს დაყუდებული ვიქტორ წილოსანიც ნამეტანი ცუდი ფეხისა ყოფილა ქვეყნის გარეთ. თუმცა რომელი ყავს ბორიას კარგი ფეხისნედა. ევროპაში არჩევნებს რა დალევს. 2026 წელს საერთო არჩევნებია ლატვიაში, შვედეთში, დანიაში, სლოვენიაში. საპრეზიდენტო არჩევნებია პორტუგალიაში, ესტონეთსა და ბულგარეთში. 2027 წელს პრეზიდენტს აირჩევენ ფრანგები და პარლამენტს აირჩევენ პოლონელები. ყველა ამ არჩევნებისთვის რუსეთს გამოკვეთილი, აი უშუალო კანდიდატი თუ არ ყავს, აუცილებლად ეყოლება ვინმე, ვინც მის გულთან და სხეულთან უფრო ახლოს იქნება. ანუ ბრიუსელთან უფრო შორს. მოსკოვ შეუძლია ამ კანდიდატს თუ პარტიას დაეხმაროს საინფორმაციო ბრძოლაში. ფსიქოლოგიურ ოპერაციებში შეუძლია მიაყაროს შავი ფული ოხრად. კოცკი რა შეუძლია? შეუძლია ხელებში უყუროს რუსს, ის თუ რამეს მოინადირეს, ამას მერე რას გადაუგდებს სახრავად. კიდევ შეუძლია ბორია ივანაშვილის პარიზის სახლის სარდაფი დაუთმოს პუტინის რომელიმე რჩეულს ულტრარადიკალს არალეგალური სტამბის ან ტროლების ფაბრიკის მოსაწყობად. რა თქმა უნდა შეუძლია ლალი მაროშკინას დაახმაროს როგორც დიდი პოლიტექნოლოგი. შეუძლია ჯაჯანძის შოუში გააპიაროს და შალავატევეზე ექსპერტად მოიწვიოს ხოლმე. ხო, მათიკაშვილისა და სანიკიძის გაგზავნა შეუძლია დამკვირვებლებად არჩევნებს მერე, რა თქმა უნდა. მაგრამ ეგ ყველაფერი რას შეცვლის? მხოლოდ იმას, რომ ამათი საყვარელი კანდიდატის დამარცხების ამბავს ნადეჟდასა და შალავატევეს მაყურებელი 2 საათით გვიან გაიგებს, ვიდრე დანარჩენი მსოფლიო. როგორც ახლა. როგორც ამ ბრწყინვალე აღდგომას უნგრეთში ევროპული იდეის ბრწყინვალე აღდგომის ამბავი გაიგეს პროჭორილელებმა სხვებზე გვიან. მჟავე სახეებით, მაგრამ მოუწიათ. როგორც გავიგეთ, ბრიფინგზე ამ დროისთვის მხოლოდ ხმების 5%-ია დათვლილი და პირველად შედეგები ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი. ჯერჯერობით სრული სათქმელია რა შედეგებით დასრულდება. შედეგები ადგილობრივი მედია სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით სხვადასხვა პროგნოზს აკეთებს. უდიდესი ნაწილი ამბობს, რომ მართველი პარტია ლიდერობს. უნგრეთის არჩევნებში გამარჯვებულის პირველი კომენტარი საქართველოს შესახებ პიტერ მადიარი აცხადებს, რომ მოხარული იქნება თბილისში სტუმრობითაც. ევროპული და ეროვნული ინტერესები უნგრელი ხალხის რჩეულის ამბობს, რომ ორივე მიმართულება მისი საზრუნავია. ხო მართლა, ეგ ტექსტი შაბლონად კარგად შეინახეთ ნადეჟდელებო. კიდევ ბევრჯერ დაგჭირდებათ და არა მხოლოდ უცხოეთის ამბების მოყოლისას. პროჭორვილურ პროპაგანდას როცა ვახსენებთ, სრულიად თამამად შეგვიძლია ორბანის არჩევნები სახელმძღვანელოებში შევიტანოთ. ის რაც ბორია ივანაშვილის მედიამ ჩაატარა ბოლო თვეების, კვირეებისა და დღეების განმავლობაში და განსაკუთრებით არჩევნების დღეს. ერთგულება რა თქმა უნდა დასაფასებელია. ნადეჟდას უნგრეთის არჩევნებზე ერთი კი არა, 2 ჯგუფი ყოლია გაგზავნილი. ერთი გადამღები ჯგუფი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მუშაობდა, მეორე მუშაობდა ფიდეშის სტაბინაში. ამდენი წელი ამ პროფესიაში ვარ და მე არ მახსოვს შემთხვევა რომელიმე ქართულ მედიას, რომელიმე ქვეყნის არჩევნებზე ერთბაშად 2 გადამღები ჯგუფი გაეგზავნა. და ამდენი ჩართვა ჰქონდა ადგილიდან. მე არ მახსოვს იმიტომ რომ ასე არ მომხდარა. საქართველოსთვის სტრატეგიულად და ისტორიულად გაცილებით მნიშვნელოვანი ქვეყნების არჩევნებს. გაცილებით მნიშვნელოვანს. თუ უთმობდა ყურადღებას ქართული მედია, თითო ტელევიზია ერთ ჯგუფს გზავნიდა და ეგეც დიდი ამბავი იყო. არასდროს ყოფილა ერთი მედიის 2 გადამღები ჯგუფი ამერიკის არჩევნებზე, არასდროს ყოფილა გერმანიის არჩევნებზე, არასდროს ყოფილა თურქეთის არჩევნებზე. მიდიოდა ერთი ჯგუფი და აკეთებდა ყველაფერს. დღის განმავლობაში 2-3 ჩართავდნენ ჟურნალისტს და რა ვიცი, ეგ იყო. უკეთეს შემთხვევაში მეორე დილასაც ჩაერთვებოდა. საბოლოო და ბეჭე დასმული შედეგები და მორჩა. ახლა კი ნადეჟდას მაყურებელი იმ დოზით დაბომბეს, რაც ალბათ ყველა უნგრელსაც კი არ აინტერესებდა. სამაგიეროდ როგორც იოლად მიხვდებოდით, აინტერესებდა მათ ხაზეინს, ბორის გრიგორის ძეს. თანაც აინტერესებდა და ელოდებოდა რომ გაიმარჯვებდა მაინც და მაინც ორბანი. სხვა აზრი არც დაუშვიათ. ისე გადაანაწილეს ჟურნალისტები. ამისთვის მთელი თვე და კვირეები და თვეები ამზადეს მაყურებელი. საკითხავი მხოლოდ ისაა, საკონსტიტუციო უმრავლესობას აიღებს ორბანი თუ ვერაო და გაბედავს თუ არა ოპოზიცია მაიდნის მოწყობას, რომლისთვისაც ემზადებოდა 2012 წლის კიევის მსგავსადო.
დიახ, არის მოლოდინი, მათ შორის როგორც მმართველი პარტიის მხრიდან კეთდებოდა ეს განცხადებები, ისე იწერებოდა მედიაში, რომ იმ შემთხვევაში თუ კი ოპოზიცია დამარცხდება საპარლამენტო არჩევნებში, ისინი გეგმავენ მასშტაბურ საპროტესტო მანიფესტაციებს, მსგავსად მაიდნისა, რომელიც იყო უკრაინის დედაქალაქში კიევში 2012 წელს. კიევში რომ თურმე 2012 წელს მაიდანი ყოფილა, შეგვიძლია რომ მექანიკურ შეცდომას მივაწერო ჟურნალისტის ჯანდაბას. ახალგაზრდაა და იქნებ არც ახსოვდეს. არავინ ყავდეს მასწავლებელი. მაგრამ როგორც წამოწდენა, უფრო გარკვევით, აზრის შემოგდება. ეს ძალიან საინტერესო ელემენტია. მით უფრო იმ პროპაგანდისტული ყლუაკიდან, რომელიც ქართველებსაც დღედაღამ მაიდნით აშინებს. სახელების დასახელებაც კი აღარ არის საჭირო. თავისთავად არის ნაგულისხმები. ვიქტორ ორბანი, ვლადიმერ პუტინი და ბორის ივანაშვილი, როგორც Deep State-თან მებრძოლი ტარიელი, ფრიდონი და ავთანდილი. სამი გმირი მნათობი, ვისაც ერთმანეთის მონება სჭირს. და ვინც ბრიუსელის ქაჩთა ტყვეობიდან უნდა გამოიხსნას ახლა მზეთუნახავი ევროპა. კი, ნამდვილად საინტერესოა როგორც პროპაგანდის კლასიკაში შესატანი ამბავი. ამბავი რუსული, უნგრულად და ქართულად ნათარგმანები. და ეს იყო ვაშა გადაცემა. თენგის გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ. Facebook-ზე, YouTube-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავბედით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. იაპონიაში გადაცემოდა.